დილომშვიდობის. დილომშვიდობის. ნამდვილად მშვიდობიან დილას ვაგრძელებთ და ვაგრძელებთ ძალიან საჭირო თემით, ეს არის ძილის ფაზები ბავშვებში და ვფიქრობ, რომ ასაკობრივად გავყვეთ ამ ყველაფერს ჯობია და ძილი ნამდვილად უნიშნულოვანესია როგორც ბავშვებისთვის, ისევე ზრდასრულებისთვის, მოკლედ ნებისმიერ ასაკში. 7 ცხოვრებისთვის აუცილებელი რამ გახლავთ ძილი და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ბავშვებზე უნდა ვისაუბროთ. პედიატრი ანა მაღრაძე შემოგვიერთდა აღნიშნულ თემაზე, რომელსაც მივესალმების სიამოვნებით, მადლობა სტუმრობისთვის, იმისთვის, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე უნდა ვისაუბროთ დღეს მშობლების რუბრიკის ფარგლებში. მოდით მივყვოთ ასაკობრივად, როგორც უკვე აღვნიშნე და მშობლებს, ახალბედა მშობლებს ვურჩიოთ, თუ როგორ უნდა მოუწესრიგონ ბავშვებს ძილი, თუმცა მანამდე დავიწყოთ ჩვილობიდან და გავყვეთ ასაკობრივად, რომელ ასაკში რამდენ ხანს უნდა ეძინოს ბავშვს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება ძილს, ნამდვილად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბავშვებისთვის და ახალშობილებისთვის, არამედ ზოგადად ზრდასრული ადამიანებისთვისაც. რა თქმა უნდა, ძილის ხანგრძლივობა ბავშვთა ასაკშიც კი განსხვავებულია მოზარდების განსხვავებით. რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, ანუ იგულისხმება ახალშობილობის პერიოდი, უფრო მეტ დროს ატარებს ის ძილში. დაახლოებით ეს არის 18 საათი საშუალოდ. ხოლო შემდგომ უკვე ასაკის მატებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ძილის ხანგრძლივობა მცირდება. დაახლოებით სკოლამდელ ასაკში არის და აი 13-15 საათი, შემდგომ უკვე ჩამოდის 9-10 საათამდე. ნუ დაახლოებით 8-9 საათი უკვე ზრდასრულ ადამიანს ესაჭიროება სრულყოფილი ძილისთვის, რათა აღიდგინოს ის ენერგია, ის ვთქვათ, ცხოველქმედების საშუალებები ფიზიოლოგიურად, რაც მისთვის და მისი ჯანმრთელობისთვის, რა თქმა უნდა, აუცილებელია. ანა, ძალიან ბევრი დავა დღემდე რა ასაკამდე უნდა ეძინოს ბავშვს შუადღის ძილით. აი ამაზე შეთანხმდა მედიცინა თუ მაინც სადაოა ეს საკითხი? იცით რა, აი რომ ვამბობთ, რომ დაახლოებით 18 საათი თუნდაც ახალშობილს ძინავს, ეს არ ნიშნავს 18 საათიან უწყვეტ ძილს, ხო? ანუ ეს იგულისხმება დღე-ღამის განმავლობაში ჯამში ძილის პერიოდი. შესაბამისად, დღის განმავლობაში მცირე ასაკის ბავშვს შეიძლება ორჯერ, ნუ ახალშობილობის პერიოდში შეიძლება 4-5 ჯერაც ეძინოს. თუმცა ასაკის მატებასთან ერთად დაახლოებით 3 წლის შემდგომ შეიძლება საერთოდ ამოაგდოს ბავშვმა შუადღის ძილი ან დაიტოვოს მხოლოდ ერთი ძილი, ამას უკვე ვარეგულირებთ და ვატყობთ ბავშვის მოთხოვნილების მიხედვით. არ არის აუცილებელი დავაძალოთ. რომ აი ვთქვათ, ჩემი შვილი ჯერ 3 წლის არის და აუცილებლად შუადღეს უნდა ეძინოს. არიან ბავშვები, რომელთაც ესაჭიროება თუნდაც 3 წლის ასაკში დღეში ორჯერ დაძინებაც კი, არიან ბავშვები, რომლებსაც საერთოდ დღის განმავლობაში არ ძინავთ, თუმცა იძინებენ ცოტა ადრე, ვთქვათ, ვიდრე ის ბავშვები, ვისაც ინდივიდუალურად მოკლედ უნდა დავაკვირდეთ და მივყვეთ ბავშვის ორგანიზმს. უნდა მივდგეთ ინდივიდუალურად, კომპლექსურად ბავშვის ზოგადი მდგომარეობის შეფასების მიხედვით. ანა, ხშირია ხოლმე, როდესაც მშობლები უჩივიან რაღაც ეტაპზე ძილის დარღვევას და ეს იქნება ვთქვათ ფხიზელი ძილი, სადაც ხშირად ეღვიძება ბავშვთა თავიდან უწევს ეს ჩაძინების პროცესი, თუ საერთოდ ხან არის ხოლმე რომ აი დღე-ღამის არევა და ასე შემდეგ. აი თქვენი გამოცდილებით ყველაზე ხშირი მიზეზი გამომწვევი რა არის ძილის დარღვევის? ძალიან კარგი კითხვა, იმიტომ რომ ძალიან ხშირი მიზეზია რა თქმა უნდა, თუმცა აქ არ უნდა აგვერიოს ფიზიოლოგიური ძილის დარღვევა პათოლოგიასთან, ხომ? აი თუნდაც დღე-ღამის რითმის ცვლილება ახალშობილობის პერიოდში აბსოლუტურად ბუნებრივია, ვინაიდან ამ ასაკის ბავშვებს არ აქვთ ცირკადულობის რითმი, შესაბამისად შეიძლება ღამით პირიქით უფრო ხშირად იღვიძებდეს ვიდრე დღისით, თუმცა ამას მერე ბავშვის დასთან ერთად თვითონვე დაალაგებს, ანუ ორგანიზმი უფრო სწორად ფიზიოლოგიურად პროცესი არის. ბავშვები ამას დამწვავედ აღიქვამენ ხოლმე, განსაკუთრებით ახალშობილობის პერიოდში მეძუძური დედები ძალიან ჩივიან ხოლმე, რომ ბავშვს ხშირად უწევს ღამით გაღვიძება, თუმცა ეს აბსოლუტურად ფიზიოლოგიურია, სწორია და ესეც უნდა იყოს. დაახლოებით 3-6 თვის ასაკიდან უკვე ეს ყველაფერი ლაგდება ხოლმე და ცირკადულობის რითმში ჯდება აბსოლუტურად. რაც შეეხება შემდგომ პერიოდში უკვე აი ეს ეხება უკვე დაახლოებით 5 წლამდე ასაკს, ხშირია ღამის
თქვათ გარკვეული პრობლემები, ანუ ესეც ოღონდ ფიზიოლოგიურია, გადალახვადია, რომელიც ასევე პათოლოგიაში არ შეიძლება აგვერიოს. ეს არის თქვათ გინახავთ ხო, რომ ღამე ბავშვი იწყებს სიარულს, ან თქვათ რაღაც კოშმარული ყვირილით და ტირილით იღვიძებს, ხო, აი ეს ღამის ტერორებს რო ეძახიან, ან თქვათ ღამე ძილში ლაპარაკობს. და შეიძლება ეს აფხიზლებდეს და შფოთვას იწვევდეს. ასევე ხშირია ღამის ენურეზები ამასაკის ბავშვებში, თუმცა ენურეზის და აი ამ ჩივილების შემთხვევაში თუ ეს უკვე დროში ძალიან ხანგრძლივდება, თუ მშობელი თავად ვერ აგვარებს ამ პრობლემას, რა თქმა უნდა მიმართოს ექიმს, ხო? ანუ თუმცა არსებობს უკვე პათოლოგიური ძილის დარღვევები, რა დროსაც ბავშვებში ვლინდება, ანუ ღამის ძილის ფაზების დარღვევა. ანუ არასწორი ჩაძინების პერიოდები და დრო. ძალიან დიდი მნიშვნელობა, ამიტომ თავიდანვე მშობლებს ვაფრთხილებთ ხოლმე, დიდი მნიშვნელობა აქვს რუტინას. ანუ ჩვენ უნდა მივაჩვიოთ ბავშვი დაახლოებით ერთი და იგივე დროს ძილის რითმის ჩამოყალიბებას, ანუ უნდა ვეცადოთ, რომ შევუქმნათ პირველ რიგში გარემო. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც უფრო მცირე ასაკის არის ბავშვი, მით უფრო თინეიჯერობის ასაკში ეს პრობლემა კიდევ უფრო მეტად რთულდება, ვიცით. შესაბამისად, თავიდანვე ბავშვმა უნდა იცოდეს თავისი ძილის პერიოდი, რა დროსაც უკვე მისი ორგანიზმიც ფიზიოლოგიურად გადადის ძილის მდგომარეობაში, მცირდება ნივთიერებათა ცვლა, იზრდება ძილის ჰორმონის წარმოქმნა თავის ტვინში, შესაბამისად, თუ ჩვენ ამ პერიოდს დავარღვევთ, მერე რა თქმა უნდა ბავშვი გადადის აგზნებაში, მერე ვეღარ ვაძინებთ, იწყება შფოთვები, ღამის უძილობა, დიდი მნიშვნელობა აქვს ხოლმე, როდესაც ჩავეძიებით ძილის დარღვევაზე, გარდა იმისა, რომ თქვათ ამ დროს მერე უკვე ბავშვი გვიან იძინებს, დილით ცდილობენ, რომ ბოლომდე, აი თქვათ შუა დღემდე აძინებენ ბავშვებს, მერე ეს უკვე დროში იწვევს ძილის გადანაცვლებას, შესაბამისად ჩივილები მოდიან მერე მშობლები და ამიტომ პირველი რჩევა, რაც მშობლებს ეძლევათ, ეს არის რუტინა. აი ვინც ახლა არის მშობლები ამ რუტინის შექმნის პროცესში, რას ურჩევდით, როგორი რუტინა უნდა შეიმუშაონ და ახლა თქვათ 2-3 წლის ასაკში, როდესაც უკვე შუადღის ძილს ანებობს ბავშვი თავს და მხოლოდ გადადის ღამის ძილზე. განსაკუთრებით ეს პერიოდი არის ხოლმე საყურადღებო. ამ რუტინას არა მხოლოდ 3 წლის შემდგომ, მანამდეც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვილობის ასაკიდან აქვს მნიშვნელობა, უნდა შეიქმნას ძალიან მშვიდი, წყნარი გარემო, როდესაც ბავშვი უკვე გადაგვყავს ძილისთვის მოსამზადებლად. ბავშვი პირდაპირ არ უნდა, აი თქვათ, აქტიური თამაშიდან არ უნდა შევიყვანოთ დასაძინებლად, ხო? დაახლოებით საათი, 2 საათი მაინც უნდა ავიღოთ მომზადების პერიოდი ძილის წინა, როდესაც თქვათ, იქ საღამოს აბაზანის შემდგომ უკვე ესეთ ნახევრად განათებულ შვიდ გარემოში, სადაც არ არის ეკრანები, არ არის гаджеტები, არ ვაჭმევთ უშუალოდ ბავშვს ძილის წინ, ეს კატეგორიულად დაუშვებელია, ვინაიდან ღამით თქვათ, რაც უფრო მცირე ასაკის არის ბავშვი, ხეს არ ეხება, რა თქმა უნდა, მეძუძურდედებს, ანუ არის რეფლუქსის რისკი, რაც ასევე ღამის გაღვიძების მიზეზი შეიძლება იყოს, ან კოლიკები, რაც ხშირად აღვიძებთ ხოლმე, ხო, ასევე ბავშვებს. შესაბამისად, ის რუტინა, მშვიდი გარემო, აბაზანა, იქ თქვათ, თუ ცოტა უკვე მოზრდილი ბავშვია, რაღაც მშვიდი და არა ესეთი დაძაბული, თქვათ, რაღაც ზღაპრის წაკითხვა, ან რაღაც მშვიდი ამბის მოყოლა, ან ერთმანეთისთვის ინფორმაციის გაზიარება დედას და ბავშვს შორის, ან მშობლებს შორის. შესაბამისად, აი ამ რუტინის თავიდანვე ჩამოყალიბება, რა თქმა უნდა, მერე შემდგომში უკვე ამ ძილის დარღვევების პრევენციას გვიკეთებს. აი, ჩემი დაკვირვებით, ხარ უცებ უნდათ ხოლმე მშობლებს, რომ შეცვალონ რაღაცა ესე თუ ის ჩვევა და ამ დროს ნამდვილად შეუძლებელია, რომ რაღაცა თუნდაც 4 წლის ასაკში უცებ შეცვალო ეს მისი ბიოლოგიური საათი. კი ბატონო, მე მინდა ჩვენ ყვება ახსენეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, თუ გარდა იმისა, რომ უშუალოდ ძილის წინ არ უნდა ვაჭამოთ ბავშვებს, საინტერესოა ყვება რამდენად არის დაკავშირებული ძილის რეჟიმის დარღვევასთან და რომელი პროდუქტები იწვევს განსაკუთრებულად ძილის რეჟიმის დარღვევას. ნუ გულისხმობთ უკვე მოზრდილ ასაკში, რა თქმა უნდა. პირველ რიგში ძილის პერიოდში, როგორც ვახსენე, გამომუშავდება ძილის ჰორმონი, რომელიც მოქმედებს
ფაქტიურად ყველა ორგანოთა სისტემის მუშაობაზე, მათ შორის კუჭ-ნაწლავის სისტემის მუშაობაზე, რა დროსაც მცირდება და ნელდება საჭმლის მომნელებელი ფერმენტების წარმოქმნა, ეს ეხება უკვე უშუალოდ ძილის პერიოდის, ანუ ღამის დაახლოებით 11 საათიდან დილის 4-5 საათამდე. შესაბამისად, თუ ამ პერიოდში განსაკუთრებით თინეიჯერულ ასაკში ბავშვები იკვებებიან ღამით გვიან, შესაბამისად, ეს ეხება ნებისმიერ კვებას, რომ თქვით, რომ დაახლოებით 2 საათით ადრე სასურველია დაძინებამდე დავასრულოთ კვება. მერე შემდგომ ეს რუტინა დავიცვათ და ესე დავიძინოთ. თუმცა თუ რაც უფრო რთულად და ძნელად მოსანელებელი საკვებია, მით უფრო მეტად შეუქმნის ეს პრობლემას. ბავშვის კუჭ-ნაწლავის სისტემა შეიძლება გამოიწვიოს იგივე რეფლუქსი, გულძმარვა, უცლის შებერილობა, ტკივილი, რაც შემდგომ შეუქმნის უკვე ძილის ფაზების დარღვევის პრობლემას. შეიძლება გითხრას, რომ გითხრათ ბავშვმა, რომ დიახ, მე ვიძინებ, ვთქვათ 12 საათზე და 12:15-ზე იყო ჩემი ბოლო კვება, მაგრამ აი ღამის 3-ზე მაღვიძებს რაღაც პრობლემა და რაღაც ჩივილი. შესაბამისად, საკვების მიღება უნდა ვაკონტროლოთ დაძინებამდე, გაჯეტების დაძინებამდე რამდენი საათით ადრე უნდა 2 საათით ადრე სასურველია, რომ დავასრულოთ, როგორც უკვე ზრდასრულებმა. ბოლო კვება. ანა, ხშირია ხოლმე, როდესაც ძილის პრობლემა აქვთ ბავშვებს, მშობელი ექიმთან ითხოვს დამამშვიდებელ წვეთებს, ან რაღაც პრეპარატებს, და პირველი მოთხოვნა გამიგია ხომ, ხო, რა დავალევინო, რომ დაიძინოს. აი, ეს რამდენად სწორია ამ შემთხვევაში, რამდენად აძლევთ რეკომენდაციას, რომ ჩართოს მშობელმა დამამშვიდებელი ან რაიმე მსგავსი სახის მედიკამენტი. ზოგადად დამამშვიდებლებს ესე არ ნიშნავთ და არ ნიშნავ. რაც შეეხება საძილე საშუალებას, იგივე თქვათ ჰორმონს, რომელიც უშუალოდ აი ამ ძილის პირველი ფაზის გადალახვაში ეხმარება და პირდაპირ ღრმაძილში გადაყავს პაციენტი, ამას აქვს თავისი დანიშვნის ჩვენება. რა თქმა უნდა, ყველა პაციენტთან ეს არ ინიშნება და ეს ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა წეს მშობელი იცავს, მათ შორის ვიცით, რომ ეკრან დამოკიდებულება ერთ-ერთი მთავარი და ძლიერი ინდიკატორია და ანუ ეს ყველაზე მთავარ პრობლემას ეს წარმოადგენს არა მხოლოდ თინეიჯერებში, სამწუხაროდ ძალიან მცირე ასაკის ბავშვებშიც. შესაბამისად, თუ ყველა წესი და რუტინა დაცულია და პაციენტს აქვს უხილი იმის გამო რომ უჭირს ჩაძინება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ოღონდ აუცილებლად ჩვენი რეკომენდაციით უნდა დაინიშნოს საძილე საშუალება, ხო? ვიდრე თინეიჯერობის ასაკამდე მივალთ, რაც ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის ხოლმე და ბევრ პრობლემას ვაწყდებით, აუცილებლად მანამდე მინდა რომ რაღაცნაირად უფრო პატარა ასაკი ამოვწუროთ და მშობელთან ძილი. მოკლედ ეს არის თემა, რომელზეც ხო, რაღაცნაირად ყოველთვის ორი რადიკალური აზრი არის ხოლმე, ერთი რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ ყველაფერს და მეორე რომელიც თვლის რომ პირიქით ამით შეიძლება რაღაცნაირად სითბოს სიახლოვეს უზიარებდეს ბავშვს. მეც რა თქმა უნდა ამასთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება მაქვს, მაგრამ თქვენგან აუცილებლად მინდა რომ მოვისმინოთ. დიახ, აქ აზრთა სხვადასხვაობა, რა თქმა უნდა, ისევ რჩება ესე გაყოფილია, ფსიქოლოგების რჩევით და რეკომენდაციით რა თქმა უნდა ითხოვენ რომ ბავშვი თუ ითხოვს რა ასაკამდეც ითხოვს იმ ასაკამდე შეუძლია ვთქვათ დაიძინოს მშობლებთან ერთად. ნუ თუმცა აქ არის მეორე ჰიგიენური თეორია, რაც რა თქმა უნდა ამ ყველაფერს კრძალავს. თუმცა მაინც ვთვლი რომ სასურველია ბავშვი თავიდანვე. ესეც რჩევა და რუტინა. ხშირად განსაკუთრებით პირველ შვილთან ჩემი დაკვირვებით აქვთ ხოლმე მშობლებს ესეთი მიჯაჭვულობა. მე ახლა სანარჩენ შვილებს არ ეწყინებ უბრალოდ პირველს რო გადალახავენ, მე უკვე მეორე მესამესთან მსგავსი პრობლემები ნაკლებად არის ხოლმე. ან თუ ძალიან დიდი შუალედი არა აქვთ პირველ და მეორე შვილს შორის. შესაბამისად, ესეც უკვე მშობლებზე დამოკიდებულებით ვლინდება, ანუ მშობლებისგან დამოკიდებულება, ესეთი, რომ თქვათ, უნდათ თავიდანვე, რომ ეს ახლშობილი ჩვილი ყავდეთ თავისთან, განსაკუთრებით მეძუძური დედები, იმიტომ რომ უჭირთ ხშირად გაღვიძება, დგომა და ასე შემდეგ. ამ დროს ურჩევთ ხოლმე უბრალოდ წინ ეს ზღუდე ჩახსნან ბავშვის საწოლის, ახლოს მოიდგან ეს საწოლი და ხელით და მაინც ბავშვი იყოს დამოუკიდებლად. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ბავშვის უსაფრთხოებისთვის. სხვა ყველაფერს რო თავი დავანებოთ,
შეიძლება გადაყრილ დედას, ესე ჩაეძინოს და მოხდეს ბავშვის ფიზიკური დაზიანება, რაც რა თქმა უნდა არასასურველია და სახიფათოა ბავშვის ჯანმრთელობისთვის. შესაბამისად, მაინც რა თქმა უნდა ვეთანხმები თეორიას, სანამ ბავშვი ითხოვს თუნდაც იყოს მშობლების გარემოში, თქვათ, მის საძინებელში, მაგრამ არა უშუალოდ მათ საწოლში. უბრალოდ იგრძნოს, რომ მათთან ახლოს არის და მათი ესე ვთქვათ, მხარდაჭერა ქონდეს და არ უთხრან, რომ არა, შენ ნო გახვიდე. მაგალითად, ჩემი შვილი რადგან 11 წლამდე ითხოვდა, რომ ჩვენთან დაეძინა და ამიტომ ესე გავაერთიანეთ ოთახი. ეს არის ძალიან ინდივიდუალური და ბავშვის ხო ფსიქოლოგიური დამოკიდებულებასთან. ნამდვილად. ძალიან საინტერესო იყო, როგორც ყოველთვის თქვენთან საუბარი, თქვენი სტუმრობა. მე მგონი ჩვენმა მაყურებლებმა ძალიან საინტერესო რჩევები მიიღეს, განსაკუთრებით ახალ ბედამშობლებმა და ეს თემაც რაღაც ამოუწურავი არის. ვერ მივედით ბოლომდე. ნამდვილად. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის და დასკვნა არის მაინც ის, რომ ძილი უმნიშვნელოვანესია არ მხოლოდ ჩვილის, არამედ მოზარდის და უკვე მოზრდილის განვითარებისთვისაც. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ანა მაღრაძე იყო დილის პალიტრის სტუმარი, პედიატრი და ვსაუბრობდით ბავშვების ძილის რეჟიმზე. ვფიქრობ, საინტერესო და სასარგებლო რჩევები მოისმინეთ.